თამაშობს და მე ამ თამაშიდან უნდა გადააჩვიო, უნდა მიხვიდე იქამდე რომ ამ ბავშვმა ცეკვის სწავლა დაიწყოს რა. ბავშვი რესტორანში რო წაიყვანო, ისედაც გაშლის ხელს. და ისედაც თავის ბებიას, ბაბუას, მშობელს გაუხარდება და ბედნიერი იქნება, ხო? საერთოდ არ არის საჭირო ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვინც ესე ფიქრობს, თუ გინდა გამლანძღონ, არ მიყვარს, მე მიყვარს პირდაპირ თქმა რა. თუ გინდა გამლანძღონ, თუ გინდა, რა ვიცი, ცუდად მიიღონ ჩემი აზრი, მაგრამ მშობელი, რომელიც თვლის, რომ 6, 7, 8, 9, 10, 15 წლამდე ვთქვათ, ბავშვი პედაგოგთან მიყავს, იმიტომ რომ თავის შვილმა ხელის გაშლა რესტორანში ისწავლოს, აი ეს უკვე პედაგოგის შეურაცხყოფაა ძალიან დიდი. მე ეს მგონია. მინდა კარგად გავუსვა, რომ გიომ სიტყვაზე ჰაერიდან კი არ მოიტანა, ანუ არის ეგეთი კატეგორიაც, რომ ჩაუთვლიათ, რომ აი ამისთვის მინდა რომ იარო ცეკვაზე, იმიტომ რომ იმის იქით ვერ ხედავს რა ხდება და რა დონის შინაარს ატარებს ქართული ცეკვა. რისი მატარებელია. სწორედ მაგას ემსახურება ერთ-ერთი მიზანი ეგეც არის ამ ჟაბაასის და ამ პოდკასტის, რომ მაგაზეც კარგად გავაგებიოთ ხალხს. ცეკვავეები, სიტყვაზე მომღერლები, ქორეოგრაფები რაღაცა გამოვიდეთ იმას შინაგანი სამყაროს სხვა მხრიდანაც დავინახოთ ეს ხალხი და მეორე არის ეგ მიმართულება ეხა მაგალითად შენ თქვი ზუსტად იგივე თემას შეეხე ოღონდ შენ დებულებად დაასახელე რომ სხეულის ფორმირებისთვის არ არის მხოლოდ ცეკვა. კი ბატონო. ხო ხტები? იმისი იყო და ანუ ეს ჰაერიდან ხო არ მოდის ეს მართლა არსებობს ამის აზრები ამისთვის ყოფილა სიტყვაზე რომ მოსულა შენ დამშობელი მაქიდან გაქვს ხო? რომ მოსულა და უთქია რომ აი ლამაზ ტანზე რო დადგეს მაგიტო მინდა რომ ცეკვაზე შემოდის. სიტყვაზე ან დასკვნა გამოგიტანია შენ თვითონ რომ აი ეს ამისთვის გააკეთა და აქედან უკვე იმუშავებ იმას რომ მოდი აი ესე არ ვქნათ, იმიტომ რომ ამის იქით ბევრი ღრმა რაღაცაა და ცდილობ ეს დაანახო უკვე საზოგადოებას და ხალხს. და ერთ-ერთი ეგეც არის რომ საზოგადოების შეგნება უნდა ამაღლდეს ამ ხრივ და უფრო სხვანაირად დაინახონ ქართული ცეკვა.